როგორ შეიძლება აღწეროთ რა არის საერთოდ სასწაული და რა როლი აქვს მას ქრისტიანის ცხოვრებაში. ცეცხლი გადმოვიდა, როცა მართლმადიდებელი პატრიარქი შევიდა. აი ეს როცა გჭირდება, იქ უკვე მართალი არ ახარ. ეს არის ერთადერთი სასწაული ჩვენში ღმერთი რომ ვიმტკიცებს ყოფობას და ამას ჩვენ ვხედავთ გონებით, სულით. ჩვენ ქრისტეს ვეზიარებით მისი სწავლებით, გონებით ვეზიარებით. დასაჯელად ეზიარება ყველა, ვინც არ გამოიკვლევს ქრისტეს, ვინც არ ეცდება ქრისტეს ცხოვრებით იცხოვროს და ვინც პირობას არ მიცემს. უფალო, დიახ, ისე ვიცხოვრებ როგორც შენ მითხარი. 30 ვერცხლის სანაცვლოდ არ გავყიდოთ ქრისტეს სამართალი. როცა ძალმოსილების გამო ირწმუნებ, შენი რწმენა არის ბევრად მიწიერი. ლაზარეს ამღვდენელ ქრისტეში ღმერთი დაინახა, როგორ არ უნდა დაინახო იმაში ღმერთი ვინ ზღვას აჩერებს. ჯვარცმულში ვერ დაინახა. იმიტომ წამს რომ ხორციელად გიშველა და კარგად გაცხოვრებს, თუ ისე წამს რომ მზად ახარ ხორცის სიცოცხლე დათმო. გვიხარია რომ კვლავ ხვდებით ერთმანეთს გადაცემათა ციკლში მამა დოროთეს ამბიონი. დროების YouTube არხზე აქვე მინდა გთხოვოთ და შეგახსენოთ რომ გამოვიწეროთ ეს არხი, ვისაც ჯერ კიდევ არ გვაქვს მონიშნული ჩვენს ჩამონათვალში მოვიწონოთ გადაცემები, გაუზიაროთ ახლობლებს, მეგობრებს. გადაცემათა ამ ციკლში ჩვენ ვსაუბრობთ ქრისტიანობაზე. არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი, რომელიც გვეხმარება ამ ძალიან რთულ და ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვან თემებში გარკვევაში. და დღევანდელი საუბრის თემად მამა მაინც სურს შემოვიტანო ერთი შეკითხვა, რომელიც რიგითი მორწმუნე ადამიანებისათვის ვერ ვიტყვი რომ დილემას წარმოადგენს, ინტერესის საგანს ყოველთვის წარმოადგენდა და წარმოადგენს. ეს უკავშირდება ჩვენს ყოველდღიურ, მათ შორის სარწმუნოებრივ ცხოვრებაში, ასე ვთქვათ, სასწაულების როლს, სასწაულების მოლოდინს, მის გავლენას რწმენაში სუსტად მყოფ, ან ასე ვთქვათ, გარკვეული მოლოდინების მქონე ადამიანებისათვის. ის კი არა და ამ თემასთან დაკავშირებულ შინაურულ დისკუსიებში ასეთი არგუმენტიც კი მომისმენია, რომ აი პირველი ქრისტიანები მიუხედავად იმისა, რომ მათ ასე დევნიდნენ, რომ მათი უფლებები არ იყო ასე ვთქვათ სახელმწიფოს და მაშინ იმპერიის მხრიდან უზრუნველყოფილი სამიზნეები იყვნენ, რომ ისინი უფრო პირატეს მდგომარეობაში იყვნენ ამ თვალსაზრისით, რამდენადაც თავად ისინი გახდნენ მოწმენი, ან იცნობდნენ ადამიანებს, ან მოწამეებს, რომლებსაც შეეხოთ ეს სასწაულები. პირველ რიგში ჩემი კითხვა შემდეგში მდგომარეობს, როგორ შეიძლება აღწეროთ რა არის საერთოდ ეს სასწაული ამ თვალსაზრისით და რა როლი აქვს მას ქრისტიანის ცხოვრებაში. რა მნიშვნელობა აქვს გარეგნული ფორმებით ან ნიშნებით გამოხატულ რაიმე ტიპის არაორდინალურ მოვლენას ადამიანის რწმენაში გამყარებისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი შეკითხვა, რომელიც შეიძლება ბევრი მორწმუნისთვის ამაზე მსჯელობა აქტუალური და საინტერესოა გისმენთ. მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. საკმაოდ აქტუალურია ეს საკითხი. სასწაულების შესახებ და ეს სახარებაშიც არის მოთხრობილი, რომ ფარისევლები, მღვდელმთავრები, წიგნობრები მაცხოვარს ეუბნებოდნენ, გვიჩვენე სასწაულიო. გვიჩვენე ნიშანი, მოგვეცი ზეცით სასწაული, ნიშანი. და რამდენად მართალი გითხრათ, ეს ჩემთვის აი დღესაც ბოლომდე რო ვერ ყვევი რა სიტყობდნენ, სხვაგანაც არ წამიკითხი, აი რა სიტყობდნენ ისინი. იმიტომ რომ თუ ვიტყვით რომ რაღაც არამქვეყნიურ მოვლენას ითხოვდნენ, ეს ბევრი ხდებოდა, ხო? და თვითონაც ხედავდნენ. აი მაგალითად ყრუ, მუნჯი და ბრმა
რომ განკურნა ერთი კაცი იყო. კრომუნჯი იყო და ბრმაც იყო. რომ განკურნა მაშინ თქვენს რომ ეშმაკიო ამაში, ანუ ხედავდა, ეხს გან არ იყო სასწაული. რომ ლაზარე რო აღადგინა, ხო ბევრმა იცოდა თვითონ მღვდელმთავრებმა იცოდნენ რომ ლაზარე მოკვდა. 4 დღის მკვდარი იყო. შესვენებული იყო. ხო, შესვენებული იყო, დაბეჭდილი იყო ლოდით. და რო აღადგინა, გაიგეს და ამის გამო ხალხი მიყვებაო და ჩვენ ყველას დაუკარგავთო და ლაზარეც მოკლათო. ანუ ესეც ხო სასწაულს ხედავდნენ. და აი რას ითხოვდნენ? ესმით აი როგორი სასწაული უნდათ? აი როგორი იმდანად გაუგებარია და ქრისტეს შენიშნას აძლევს ახაც რომ ერიმემრო შეითხოვსო სასწაულსო. ამიტომ აი ეს საკითხი ნუ უფრო რომ გავშალოთ ძალიან შეიძლება გავიდეთ იმ პასუხამდე რაც არის აქ მოთხრობილი და ერთ საინტერესო ამბავს ეუბნება ქრისტე ამ ფარისევლებს რომლებიც სასწაულს ითხოვდნენ ვერ იხილავთო სასწაულსო იონა წინასწარმეტყველის სასწაულის გარდა მისი მსგავს სასწაულსო და მისი მსგავსი სასწაული ეს არის რომ აი ძეკაცისა ჩავა ჯოჯოხეთში როგორც ის იყო ვეშაპის მუცელში და იქიდან ამოიყვანს და რო აღსდგება მაგრამ ესეც იმათ არ უხილიათ მაგრამ გაიგეს რო აღსდგა და თვითონ იონას სასწაულიც არის ძალიან საინტერესო იონა წინასწარმეტყველის ამბავი ეს ძალიან ისეთია როგორ გითხრათ აი ღმერთთან ურჩობა წინასწარმეტყველია ღმერთს ეურჩება და დიდია როგორ საინტერესოა ხო აი ღმერთს ეურჩება ღმერთი ბრძანებას არ ასრულებს და ვეშაპი გადაყლაპავს ღმერთი გადაარჩენს და ჩანს რომ დიდი წინასწარმეტყველია საოცარია ხო და მაგალითად ისტორია იყო ესეთი ძალიან საინტერესოა ღმერთი ეუბნება ნინევიაში წადიო ნინევია იყო მხარე დღევანდელი სირიის ნინევიაში წადიო და უხადაგეო უთხარიო რომ ცოდვაში რო არიანო თუ არ მოინანიებენო მოვსპობო დაიჟებიანო და თუ მოინანიებენ არ დავჟიო და ჩემი სიტყვა გადაეციო უთხარიო ჩემი სიტყვა რომ მე ვეუბნებიო და იონა არ წავა და სხვა გემზე ჩაავა და წავა და დაიძინებს ეს გემი სხვაგან მიდიოდა ნინევიაში არ სხვა მიმართულებით თარშეში მიდიოდა ნუ თარშეს მაშინ ესპანეთს ეძახდნენ სულ სხვა მიმართულები წავიდა და გემი რო დაიძრა და წავიდა ნაპირიდან დიდი ტალღები ეხეთქებოდა და გემი იძირებოდა უკვე აი უნდა ჩაიძიროს ესე დღეშია და მეზღვაურები გემის მეპატრონე ვინც იყო აღელდებიან და ამ ხალხს ვინც მიყვება იმათ ეუბნებიან ვინ შეცოდეთო ეს ღმერთისგან არისო ეს ისაო საჯელი და ვინ შეცოდეთო ვის გამოგჯისო ღმერთიო და არავინ არაფერს არ ამბობს და ქვემოთ ძინავს ერთსო და იონა გააღვიძეს ეს და ესეთ ამბავში რო არის და იონა უთხრა მე შევწოდეო ღმერთმა მითხრა იქე წადი მოუყვება არ წავედი და ხე წამოვედიო და გადამაგდეთო ანუ წარმოიდგინეთ ღმერთის ბრძანების შესრულება არ უნდა და ამათ ეუბნება გადამაგდეთო ნუ სიკვდილი ურჩევნია ურჩობის გამო იჟება არის ურჩევნია დაისაჯოს ხო დაისაჯოს ის გამო გემი იძირება მოკვდეს ანუ გემი გადარჩეს თვითონ გადააგდონ ზღვაში და მოკვდეს ანუ ზღვაში შეუძლებელია გადარჩენა ხო შუა ზღვაში გადაგდებული კაცი როგორ უნდა გადარჩეს და ამაზე მიდის
და არ აკეთებს იმას, რაც ღმერთმა უთხრა. გადააგდებენ იონას. გადაყლაპავს ვეშაპი. მაგრამ ეს როგორ ვეშაპი გადაყლაპავს, ეს ხალხს კი არ უნახია. იქ ტალღებია, ღელვა, უბრალოდ გადააგდეს რა იონა. მაგრამ ეს ვეშაპმა რო გადაყლაპა, ეს იციან იონასგან. არავის არ უნახავს. შემდგომში მისი მონაყოლიდან. გადაყლაპავს იონას ვეშაპი და ამოაგდებს ნინევიის ნაპირზე. ვეშაპს ამოაგდებს, ვეშაპი ამოანთხევს ნინევიის ნაპირზე. სადაც უნდა წასულიყო. სადაც მითითება ქონდა და კურთხევა ღმერთის. დიახ, აი იქ ამოაგდებს. და იქ მიდის მერე იონა უხადაგებს, ის ხალხი შეისმენს, შემოიხევენ ძაძას, ნაცარს დაიყრიან, ესეთი იყო მაშინ სინანული. ესეთი იყო ისა, შეისმენენ და ღმერთი არ მოსპობს. და იონა აქაზე ეჩხუბება ღმერთს, რატო არ მოსპეო? ხომ ათქმევინეო რომ მოსპობო, რატო არ მოსპეო? და ის აყირო აყვავდაო, აყირო, მაგის ჩრიში აყირო რაღაცა გოგრასავით მცენარეაო, გოგრის ფოთლებივით აქ ზუსტად არ ვიცი რა არის მცენარე, მაგრამ რაღაცა მის ჭდილში ცხოვრობდე ხო ის არის. და ეს აყირო გაუხმა. და ღმერთი ეუბნება და წუხს აყირო რო გახმა. შენო აყირო გაგიხმაო, მაგაზე წუხარო. და მე ამ ხალხის მოსპობით არ შევწუხდებოდიო, რომ მომესპო ესენიო. რო შეისმინესო, იმიტომ არ მოსპეო. და აი ეს ისტორია, ხა ღმერთსა და იონას შორის ჭიდილი, გონებრივი, ანუ ურჩობა. როგორ შეიძლება იყოს დიდი ადამიანი, დიდი წინასწარმეტყველი იონა, დიდი წინასწარმეტყველი, ანუ თვითონ ნაშრომი არ არის მისი ისეთი, მაგრამ ანუ საოცარი წინასწარმეტყველია, ვეშაპმა გადაყლაპა, ვეშაპმა იქ ამოაგდო და რაღაცა ზღაპარივით არის რა. ერთს ეკითხებიან გჯერაო, რომ იონა ვეშაპმა გადაყლაპა და იმ ნაპირზე ამოაგდო, ესო გჯერაო, ბიბლიაში რო წერიაო და ეს ქრისტიანობაში ეხლანდელი ის არის ერთ-ერთი ეკითხებიან და იქ რო ეწეროსო რომ იონამ ვეშაპი გადაყლაპაო, მაგასაც დავიჯერებდიო, რადგან ბიბლია არის. ანუ იმდენად ზღაპრულია, ხო ეს ანუ ვეშაპმა გადაყლაპა და რატო არის დიდი? იონას უყვარდა თავისი ერი, ისრაელი. უყვარდა ძალიან. და იონაო გრძნობდაო რომ ეს მადლი გადადიოდაო წარმართებზე. არ ემეტებოდა? ანუ კარგავდა ისრაელი. აი კი ისრაელი რო კარგავდა და წარმართებს რო გადაეცემოდა. ეჭვიანობდა გარკვეული. ხო, ანუ არ უნდოდა რომ თავის ესეს დაეკარგა. რომ მადლი მოკლებოდა. რაც მოხდა ფაქტიურად ქრისტესთან. დაკარგეს და წარმართებმა წაიღეს. აი ამას გრძნობდა რომ ეს ხდებოდა. და ამიტომ მეურჩება. ამიტომ ეურჩება რომ იმაზე კი არა, ეს ამან რო არ დაკარგოს, იმათი მიცემა კი არ აწუხებს, ესენი რო კარგავენ. აი ეს აწუხებს. და ეს თავის ერის სიყვარული და სიყვარულიდან გამომდინარე რომ ეურჩება ღმერთს. ამიტომ უყვარს ღმერთსაც. საინტერესო. ანუ მოსესთან არის კიდე ესეთი რომ უფალო თუ ამ ხალხს მოსპობო, მეც ამომშალეო შენი წიგნიდან. ცხონების წიგნიდან. თუ ამ ხალხს მოსპობ, მეც არ მინდაო შენთან. პავლე ამბობს იგივეს. თქვენიაო რჩეულობა, თქვენიაო ისაო, თქვენ გეკუთვნითო მამობაო. და ნეტა მე ვიყო განდგომილიო ქრისტესგან. ეხლა პავლეს ნათქვამი რომ ქრისტესგან განდგომილი იყოს. ეს ქრისტე რომელმაც იცის ქრისტე. ქრისტეა მაშინ. ყველაზე დიდი მსხვერპლია მისი მხრიდან, ჯოჯოხეთისთვის იმეტებს. საოცრებას ამბობს, აი როგორ მე ნეტა მე ვიყო განდგომილი ქრისტესგან. ანუ ისრაელის ხალხისთვის. იმის ხარჯზე. ოღონდ ისინი იყვნენ, რომ ანუ აქ არის ქვეყნის ერის საკუთარი ხალხის სიყვარული. ეს მოწონს ღმერთს. ეს უყვარს ღმერთს. და ახლა სასწაულზე რო გადავიდეთ, ახლა რატომ მოვყავი ეს რომ იმის გარდა ვერ იხილავთ, ანუ იონაზე ეუბნება და
მაცხოვარი რო ჩავიდა ჯოჯოხეთში არავის უხილავს არავინ იცის გარდა თავისა და იონა რო გადაყალა პავეშაპმა არავინ იცოდა მაგრამ იონა რო მიდიოდა სხვაგან და რო გადააგდეს ნავიდა ეს ყველამ იცოდა და ეს რომ არ უნდა გადარჩენილიყო რომ არ უნდა გადარჩენილიყო ყველამ იცოდა მაგრამ მე რო აღმოჩნდა რა სასწაულმა გადაარჩინა ეს უკვე იონას მონაყოლიც ხო ეს არავინ არის ეს იონას მონაყოლი იციან მაგრამ მე ხო მივიდა იქ სადაც ღმერთმა უთხრა ანუ ნინევიაში და ხო იქადაგა და მე ხო დაბრუნდა თავის სამშობლოში და აი ეს მომენტი რომ იქიდან იქამდე ცოცხალი არ უნდა ყოფილიყო და ამიტომ დაიჯერეს აი ეს არის სასწაული რომელიც დაგაჯერებს ქრისტეში ანუ რაც დაგვაჯერებსო შენს ღმერთობაში და ქრისტე ეუბნება რომ ამას იხილავთო ამის გარდა ვერ იხილავთო სხვასო და ქრისტეც ახლა ყველამიცისო ჯვარს აცვეს მოკლეს ხო შეესწრო საფლავში დადეს საფლავი დაბეჭდეს და აღსდგა მესამე დღეს ჯარისკაცები ეუბნებიან აღსდგა ესენი ეუბნებიან დამალითო არავის არ უთხრათო ვერცხლი მიცესო და ჩუმად იყავით ანუ გაიგეს რომ აღსდგა მაგრამ არ უნახავთ მაგრამ გაიგეს ღვთისმთავრებმა გაიგეს რომ აღსდგა მაგრამ არ უნახავთ მაგრამ ხონდა ერწუნათ ხო ამას მეც სასწაული ამას მეტი სასწაული რა უნდა იყოს და აი სასწაულის მოთხოვნა არის ღვთისმთავრების მიერ და ფარისევლების მიერ უფრო იმისი დამტკიცებელი ჩემი აზრით რაც დაამტკიცებდა მათ რჩეულობას გარეგნული სასწაული უნდათ რომლის აღსრულებით დამტკიცდებოდა რომ ესენი რჩეულები არიან ან ასეთი თვალსაჩინოებით გაჩენოდა დამატებითი არგუმენტი რომ ეს ყველაფერი ეშმაკისგან არის და არა ღმერთისგან იმიტომ რომ რაღაც მსგავს შემთხვევაში ასეთი ინტერპრეტაცია უკვე მიცეს ერთ სასწაულს ხო კი და დააკვირდით იმიტომ რომ თვითონ არ მონაწილეობენ ანუ თვითონ ხო იციან რომ რჩეულები არიან და მართლა იყვნენ რჩეული ერი მაგრამ აი ესენი არასწორი გზით რომ მიდიან უკვე არ მონაწილეობენ ამ სასუფეველის დამკვიდრებაში არ მონაწილეობს თვითონ კი ის აღადგინა მაგრამ მე მაჩვენე ის რომ მე ვარ რჩეული მე რომ მონაწილეობ ყველაზე მეტად ამაში გაბრაზდნენ რომ აქ არ მიცა ქრისტე მონაწილეობა აქ მაშინ მიიღებ მონაწილეობას როცა მე მაღიარებ ეუბნება თუ ქრისტეს არ აღიარებ ვერ მონაწილეობ და ესენი ქრისტეს არ აღიარებდნენ ქრისტეს უნდა ეღიარებინა ისინი და ქრისტე იქეთ ვერ აღიარებდა ამიტომ აი დღესაც ადამიანები როგორი რაღაცა არის იცით რომ აი ქრისტეს არ მოუწია ისეთი სასწაული რომლითაც ჩვენ დავამტკიცებდით რომ ჩვენ მართლები ვართ მართალგზაზე ვართ მართლმადიდებლები ვართ აი მართლმადიდებლები ვართ ხშირად გაგიგიათ ესეთი აი ცეცხლი გადმოვიდა როცა მართლმადიდებელი პატრიარქი შევიდა სხვის დროს ის არ გადმოდის ესე იგი ეს რა არის იმის დასამტკიცებელი რომ ჩვენ მართლები ვართ ზეციდან გვაქვს ნიშანი აი ამას ითხოვდნენ რაც არ მიცა ქრისტემ არ ჩვენთვის მოუწია იგივე მომენტი არის როცა ზიარებაზე ამბობენ რომ აი ის ხილულად იცვლება აი მაგალითად ღვინო კარგავს დღეს არის ესეთი სწავლება სამწუხაროდ არა ყურადღებას არ აქცევს მაგრამ ძალიან მძიმე ცდომილება რელიგიური რასაც საქართველოს ეკლესიაში ხადაგებენ რომ აი ის პური რო შეხედავ აი რო დაინახო პურად თორე უკვე პური არ არის ბუნებას კარგავს ის პურობას კარგავს
და რაღაცები ამბობენ, რომ ამის შემოწმება შეიძლება. ის რაღაც აპარატში ჩადო, მიკროსკოპით დაინახავ, რომ ხორცია. კი, გამიგია მე. ხო, დააკვირდი ხა რომ დაინახავ, რომ ხორცი. იქ რაღაცა არტოსი ხორცად იქცა. გესმით, აი რაღაცა მამტკიცებელი რომ შენ მართალი ხარ. აი ეს ხდება შენთან ეს სასწაულები. აი ეს როცა გჭირდება, იქ უკვე მართალი არ ხარ. უკვე მართლმადიდებელი არ ხარ. იმიტომ რომ ჩვენ რომ მართლმადიდებელი ვართ, ამას ვამტკიცებთ, აი კარგად ახსენეთ თქვენ რომ ძველი ქრისტიანები უფრო თავდადებულები და უფრო ისინი იყვნენ, როცა იდევნებოდნენ, ვიდრე ის ქრისტიანები, ვინც არ იდევნება, იმიტომ რომ იმას სულიწმიდა უმტკიცებდა. ეს არის ერთადერთი სასწაული ჩვენში ღმერთი რომ გვიმტკიცებს ყოფობას. ჩვენში და ამას ჩვენ ვხედავთ გონებით, სულით. თითოეული და არა ის რომ მე ეს ვაკურთხე, აჰა, შეიცვალა. ხედავ, შეიცვალა. ესე იგი მართალი ვარ. ცეცხლი გადმოვიდა ჩვენზე, ჩვენს ლოცვაზე, ესე იგი ჩვენ ვართ მართლები. აჰა. ნუ იქ ახლა წოდები რო გვაქვს, მაგას ღმერთი არაფერს ანუ არ მუშაობს რა, აგერ შეიცვალა. ანუ ეს არის გონების დეგრადაცია. როცა ასე უყურებ სარწმუნოებას. და ძალიან საინტერესო არის აი აღთქმის ქრისტე ამბობს ეს არის სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისა. და მოსატევებელად ცოდვათა და ამას ყოფდით მოსაგონებელად ჩემდა. ლუკას ახარებაში არის ესე. აი ეს მოსაგონებელად ჩემდა რას ნიშნავს? ეს არის ძალიან საინტერესო. აი ეს მოსესთან არის ეს ოთაშორის ეს გამოვარდა და ძალიან საინტერესოა და განმარტავს ეს ყველაფერს, რისი თქმა მინდა. ამიტომ უთხრა უფალმა მოსეს, ამოდი უფალთან. შენ და არონი. და 70 ისრაელიანი უხუცესი წამოიყვანე და აძლევს კანონებს, მცნებებს. და შემდეგ მოსე მიდის ხალთან, მივიდა მოსე და შეატყობინა ხალხს ყოველი სიტყვა უფლისა და ყოველი მისი ჯულდება და მიუგო მთელმა ხალხმა ერთხმად ყოველ სიტყვას რომელიც წარმოთქვა უფალმა შევასრულებთ. და აიღო აღთქმის წიგნი, წაუკითხა ხალხს და მათ თქვეს ყოველივეს ავასრულებთ და შევისმენთ, რაც უფალმა გვიბრძანა. ამის წინ არის აძლევს აქ ვინ როგორ უნდა იყოს, მონას როგორ მოექცე, იქ თუ ხარი დააზიანებს როგორ უნდა მოიქცე, კვილი საწერ. აი ეს კანონები წერია ამის წინ. ეს განუცხადა მოსემ უფლის კანონები. და ხალხი დევს ფიცს შევასრულებთ. ფიცის დადება. ყველაფერი რაც გითხრა შევასრულებთ. და აი ეს 24 მუხლი არის გამოსვლის და მერვე თავში წერია, აი ეს ძალიან საინტერესო, დააიღო მოსემ სისხლი და აბკურა ხალხს და თქვა, აჰა სისხლი ახლისა, აჰა სისხლი აღთქმისა. ანუ ის იყო აღთქმა, ის არ იყო არც ძველი, არც ახალი, აღთქმა. ანუ აღუთქვა ღმერთმა და აღუთქვა ხალხმა. ანუ ღმერთმა მიცა კანონები, წესები და ხალხმა აღუთქვა, რომ შეასრულებს ამას და ეს დაკლეს აქ წერია ეს გამოვტოვე, დაკლეს სვარაკები, შესაწირი მოზვერები და სისხლი აბკურა. და სისხლი აბკურა ამ ხალხს, ნახევარი აბკურა იქ ღმერთის იმას, ანუ ეს სისხლი გაიყო ერთი ღმერთის ამ შესაწირ ადგილს ესხურა
მეორე ხალხს. ანუ ეს ერთიანდება ხალხი და ღმერთი. რითი? ამ კანონებით ეს ერთში ჩასმული სისხლი ორად გაყო. და ეს არის აღთქმის დადება, ურთიერთ აღთქმის დადება. ეხლა მოსაგონებელად ჩემდა, ყოფდით მოსაგონებელად ჩემდა. რა არის მოსაგონებელი? რაც გვითხრა ქრისტე, ჩვენ როცა ვეზიარებით ქრისტეს, სისხლს და ხორცს, რაც ქრისტემ გვითხრა, იმის პირობას უნდა დებდეთ, რომ ამ ყველაფერს ვასრულებთ და აღვასრულებთ. კი, რაც ქრისტემ თქვა, ის არის სწორი. გიყვარდეს მოყვასე შენი გვითხრა, შევიყვარე უფალო. თუ ძმა გულძვირია შენზე, მიდი და ჯერ მას მოუხადე ბოდიში და მერე შეწირე, სხვერპლი, დიახ უფალო. ავდგები, მივალ, რაც ვაწყენინე, პატიებას ხო? ამის შესრულება მოიქეცი ისე როგორც გინდა მოგექცენ შენ. მოსაგონებლად ჩემდა ნიშნავს რომ წესების გათვალისწინება. რაც აღმითქვი. რაც აღმითქვი. რაც მე გავაკეთე, რაც მე გითხარით, აი ამას აკეთებთ და ჩვენ პირობას ვდებთ. მარტო ის კი არ დევს ჩვენთან. ჩვენ როცა პირობას ვდებთ, დიახ ასე ვაკეთებთ. დიახ უფალო, შენ ხარ. შენ ხარ და შენ ხარ ჭეშმარიტება. აი სიმართლეას შეიცანი ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ. აი შევიცნობ, შეგიცნობ და ამით ხვდები მე თავისუფალი და ამიტომ ვეზიარები შენ სისხლსა და ხორცს. ახლა ზიარება რა არის, რომ სწავლება არის მართლმადიდებლური ესეთი იყო დარღვევები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ქრისტე კაცი მოჩვენებით იყო და კაცის ბუნება არ მიუღია, რაც არასწორია. ასევე იყო ესეთი სწავლება, რომ მიიღო ხორცი, მაგრამ სული არ მიუღია, ეგეც არასწორია. გონება არ მიუღია კაცობრივი, ეგეც არასწორია. მართლმადიდებლობა რას გვასწავლის? სრული კაცი, ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე, ძე ღმერთმა მიიღო სრული კაცი თავისი სულით, გონიერი სულით და აი ეს ძე განკაცდა, ძე ღვთისა. და როდესაც კვდება ჯვარზე, სიკვდილი არ არის ღმერთის და კაცის მოშორება. არა, ეს ჩვენ თქვით, რომ სულიერი სიკვდილია. ეგეთი სიკვდილით ქრისტე არ მომკვდარა. ადამი რომ მოკვდა 60-ში რომ ღმერთი მოშორდა, ეგეთი სიკვდილით ქრისტე არ მომკვდარა, იმიტომ რომ ღმერთი არ მოშორებია, მოუშორებლად არის შეერთებული. მაგრამ ეს მოუშორებლობა ეკუთვნის როგორც სულს, ისე ხორცს. იმიტომ რომ მისია, მან შეიერთა. და აი, როდესაც ქრისტე ჯვარზე მოკვდა სიკვდილი ნიშნავს ადამიანის ბუნების გახლეჩვას. ადამიანური ბუნების გახლეჩვას. ანუ სულის და ხორცის მოშორებას. და ქრისტე ჯვარზე არის ღმერთი და ხორცი. ჯვარზე უკვე მკვდარი და საფლავში დასვენებული არის ღმერთი და ხორცი. ღმერთი და სული კი კაცი კი არა სრული. სრული კაცი არ არის საფლავში. საფლავში არის მკვდარი სხეული, რომელსაც ღმერთი არ მოშორებია. ამიტომ ამბობს, ეს არის ჩემი სხეული. მე ვარო კი არ ამბობს, ჩემი სხეულია. ანუ ძის სხეულია ეს, კაცის სულისაც, მაგრამ ქრისტე პიროვნება ღმერთია, ამიტომ ეს არის ჩემი სხეული. ღმერთის ძის სხეული, რომელსაც ის არ შორდება. სული მოშორდა, რომელიც წავიდა ჯოჯოხეთში. და სხეულით არის საფლავში. ეს არის მართლმადიდებლური სწავლება, რომ არც ერთს არ შორდება მოუშორებლად და შეურევნელად. ამას ნიშნავს, რომ ის რაც შეიერთა, მას ძე არ მოშორებია, არც ხორცს, არც სულს და რაც შეიერთა, იმას არ შერევია. არ შერევია, იმიტომ რომ მაშინ არ მოკვდებოდა ის. ის ადამიანი არ რჩება და როცა ადამიანი ხორცი და სული შორდება ერთმანეთს, მაშინ მკვდარია სხეული.
სულისხმა მდგომარეობაში გადადის. და ამიტომ ჩვენ როდესაც ვეზიარებით ცალ-ცალკე ვაკურთხებთ ხორცს, ანუ პურს, ცალ-ცალკე ვაკურთხებთ, ცალკე ვაკურთხებთ ღვინოს, სისხლს. როცა მღვდელი აკურთხებს, მამას ევედრება და ეუბნება: შესწვალე ხორცად ქრისტეს შენისა. შენი ქრისტეს ხორცად შეცვალე. და ქრისტეს როცა ვიტყვით, იგულისხმება მთლიანი. ძე, ღმერთი და კაცი. მისია ეს, ქრისტესია. ქრისტეს სახელი უკვე ორივესია. ძის სახელიც არის, თავისთავად და კაცისაც. იმიტომ რომ ეს ერთია პიროვნება. და შეცვალე ქრისტეს შენისა. და იგივე სისხლი ქრისტეს შენისა. ხო და სულითა შენითა წმინდითა. ქრისტეს ხორცად რო შეიცვალოს და ჩვენ როდესაც სანამ ვეზიარებით, მღვდელი კითხულობს, ესეთი ლოცვა არის, სადაც წერია არა სისხლსა და ხორცსა მოუდრიგნე თავნი, არამედ შენ უფალო. ეს რას ნიშნავს, რომ ის რო ქრისტეს სისხლი და ხორცი რო იყოს, რომელსაც ღმერთი არ არის შეერთებული, არაფერს არ მოგწონდა. არაფრის მომცემი არ არის. ის იმიტომაც არის მომცემი, რომ ღმერთის არის და ღმერთ შეერთებულია, ძის ხორცია. ანუ ღმერთ შეერთებულ ქრისტეს ხორცს და ქრისტეს სისხლს ვეზიარებით და ცალ-ცალკე მიდო ვაკურთხებთ, რომ აი მღვდელი როდესაც ტარიგი ქვია, ტარიგი არის ცხვარი. შესაწირი ცხვარს. ხო, შესაწირი ცხვარს ქართულად, ძველ ქართულად ტარიგი ქვია. და ამ ტარიგს როცა ამზადებს, ამბობს დაიკულის ტარიგი ღვთისა ამღებელი ცოდვათა სოფლისათა და იხსენებს ამ ყველაფერს, რაც ქრისტემ გააკეთა. მოკლედ, რა თქმა უნდა. და დაიკულება. და ამიტომ ჩვენ აი რომელ ხორცს ვეზიარებით, ხო? ის გარდაიქმნება ხორცად და სისხლად, მაგრამ ეს ჩვენ ქრისტემ რო გვითხრა, წამს, ჯერა. მამას თვალით ვერ ვიხილავთ. გესმით, აი თვალით ამას ვერ შეამოწმებ. ის თვალისთვის არ იცვლება, არც ბუნებას იცვლის. იცვლება. როგორც აი ფილიპეს უთხრა, ვინც მე მიხილა, მამა იხილა. მაგრამ ახლა ფილიპემ რო თქვას, რომ მამა ვიხილე ისე, როგორიც ის არის, უფრო შეუძლებელია. ეს გონებითი ხედვა, წვენითი ხედვა და სწორს ეუბნება, მაგრამ წვენითი ხედვა. და იგივე არის ის იცვლება, ის გარდაიქმნება, მაგრამ არახილულად. ბუნებას, ხილულ ბუნებას არ იცვლის. აი სასწაულს რო ეძებენ, ისინი ამბობენ, რომ ის იცვლება ხილულად, მაგის შემოწმება შეიძლება. ის ხორცად გარდაიქმნება. ხორცად ხილულად არა, უხილავად მხოლოდ. და ეს არის ის, რაზეც დგას წმენა და რაზეც დგას საიდუმლოდ, აი რომელ ხორცს ვეზიარებით, ხო? დაკლულს. დაიკლის ტარიგი ღვთისა. ამიტომ არის ცალ-ცალკე. საერთოდ ადრე ერიც ეზიარებოდა ცალ-ცალკე. ხორცს, ანუ პურს ცალკე და არაშერეულად. არაშერეულად, ხო. ეს არის გვიანდელი. გვიან შეურიეს. იმის გამო, რომ მსახურები ხო დევნა იყო და მსახური იყო ძალიან ცოტა. პირველ რიგში გითხარით, რომ ეპისკოპოსებს და მღვდლებს კლავდნენ. დავცე თავი და ცხვარი გაიფანტება. ანუ თავს მოკვეთავ, ცხვარი გაიფანტება და მაშინ ვინც გაბედავდა მღვდლობას, ჩვენ ადრე ვისაუბრეთ, რომ მღვდლობა წამებაა, მღვდლობა მსახურება, მღვდლობა სიკვდილზე წასვლა და ამიტომ არ აკურთხებდნენ მეთქი ქალს, ხო? გახსოვთ ადრე ვისაუბრე. ანუ სიმცირე იყო სასულიერო პირების, იმიტომ რომ ახლა ცოტა კი ქრისტიანია, მაგრამ მაინც სიკვდილი არ ეჯახებოდა ვიღაცა, ხო? თავს არიდებდნენ მაინც.
და ვინც არ არიდებდა და ცოტა როცა იყო, მაშინ ეს ცალკე დიაკვანს ეჭირა, ცალკე მღვდელს ეწერა და ართულებდა. ამდენი არ იყო, ხალხი ბევრი იყო და შეურიეს და მღვდელი აზიარებს მარტო ახლა ძალიან ბევრ ტაძარში მარტო მღვდელია, დიაკვანი არ ყავთ. ჩვენთან დღესაც საქართველოში. ხო და ამიტომ მღვდელი ეზიარება მარტო ცალკე პურს, ცალკე ღვინოს. საკურთხეველში ცალცალკე ეზიარება. და მარტო მღვდელი დარჩა თორე ესე იყო მრევლიც. და ეს ცალცალკე როდის არის სისხლი და ხორცი? როცა მკვდარია. ის ადამიანურად მკვდარია, მაგრამ ღმერთში ერთებულია. ეხლა რისთვის გვინდა ეზიარება? ჩვენ ქრისტეს ვეზიარებით მისი სწავლებით, მისი შეცნობით, გონებით ვეზიარებით პირველ რიგში. ამიტომ ჯერ ზიარებას გაძლევენ და მერე გნათლავენ არა. ზიარებით რო ვეზიარებოდეთ თლიანად ქრისტეს, მაშინ ჯერ გაზიარებდნენ და სწავლებაც არ მოგინდებოდა, ხო? აი ნათლობა ასწავლეთ, დამარხვათ ყოველივე რაც გამცნეთ თქვენ და ნათელեցით და ასწავლეთ. აი ეს მოცემა, ნათლისღება და მოცემა, ქრისტეს სწავლების შემეცნება, დაჯერება და რწმენა ამისი არის ქრისტეს აზიარება. სული სხვანაირად პურით ვერ ეზიარება. ჩვენ ხო სული და ხორცი ვართ. ღმერთში ერთებული პურით ხო სული ვერ ეზიარება. სულს არაფერი არ მიეცემა, თუ სულმა ის არ შეიცნო. ამიტომ აი რაც მოსესთან ხალხმა რაც უთხრა, ყველაფერს შევასრულებთ. რაც გითხრა ღმერთმა. წაუკითხა წიგნი, ყველაფერს შევასრულებთ. ხო უბნები? აი ეს ყველაფერს შევასრულებთ და ყველაფერს ვცდილობთ რომ შევასრულოთ. და თუ რამე ამ შესრულების მომენტში ჩვენ მოგვივა ისე რომ ვერ გავაკეთეთ და არაქრისტიანულად მოვიქეცით, სხვათა შორის საღამოს ლოცვებში არის დილით პირობებს აძლევ ღმერთს და საღამოს ლოცვა ესე იწყება ყოველივე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვარ. ანუ მიხვდი რომ რაც შეპირდი დილით რომ სიკეთეს გავაკეთებ, საღამოს ის ვერ გააკეთე და სინანული შენი უნდა იყოს ის რომ ვერ გააკეთე სიკეთე. ყოველივე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვარ, უფალო, შემინდე, აი როგორი სუსტი ვარ. სისუსტეს, აი დღის განმავლობაში ხედავდი უნდა შენ სისუსტეს. თუნდაც იმ სიკეთის კეთების დროსაც, რაცაც აკეთებ, იქაც უნდა ხედავდე რაღაც პიროვნულს. და ამიტომ ქრისტესთან ზიარება ორნაირია. სიტყვის შემეცნებით და თუ სიტყვის შემეცნება და საქციელი არ არის ისეთი, როგორც შეესაბამება ქრისტიანს, წესით მისი ზიარება არ შეიძლება. მაგრამ როდესაც თვითონ მღვდელმთავარი და მღვდელი არ შეესაბამება ქრისტიანულ ცხოვრებას და ქრისტეს სახელი აქვს, მაგრამ სინამდვილეში ქრისტიანობა სარფიანი საქმე გონია, როგორც პავლე მოციქული ამბობს. შემოსავალი აქვს აქედან. კი არა წამებენ, შემოსავალი აქვს. ის რა თქმა უნდა აზიარებს ისეთებს, ყველას აზიარებს რა. ოღონდ მას არ ეწინააღმდეგებოდე, მას არ ამხელდე და გაზიარებს, რა თქმა უნდა. მაგრამ ის არ არის საცხონებელი. ვერც თვითონ ცხონდება იმ ზიარებით, ვერც ის მრევლი. და რატომ? პავლე მოციქული ამბობს, რომ იქ ისეთი რაღაცა ხდებოდა, რომ ადრე სუფრებზე ხდებოდა ზიარება. პავლე მოციქულის დროს, მოციქულების დროს არ იყო ესე ტაძრებში ზიარება, დღეს რომ ამბობდნენ ტაძრებში ღმერთი მკვიდრობს, ტაძრებში კი არ იყო, სუფრაზე იყო, სადღაც სახლში შეიგრიბებოდნენ. ტრაპეზი, რასაც ქვია, ტრაპეზი ხო მაგიდას ნიშნავს ბერძნული სიტყვა და მაგიდაზე დასხდებოდნენ და იქ აკურთხებდნენ ამას და იქ იხმევდნენ, ჯერ ისაუბრებდა, ანუ ჯერ ქადაგება იყო, ჯერ განსწავლიდა და მერე დაჯდებოდნენ, აი პურის ჭამა დავჯექით. აი ეს პურის ჭამა იყო ზიარება. იქ პურს აარჩევდნენ, აკურთხებდა, განტეხდა როგორც მაცხოვარმა გააკეთა.
მოციქულები სხვას ვერც მოიფიქრებდნენ, ხო? ეს შემდეგ არის ეკლესია გაიზარდა და მე ტაძარი, მე საკურთხეველი გაიყო ერი და მუდელი, თორე ეს ერთი იყო. მაგიდასთან იჯდნენ და ერთი, იქადაგებდა როგორ ასწავლიდა იმას, ეს ჩემი სახარება პავლე რო იძახეს, ჩემი სახარება. პავლეს სახარება ხა ესე გაყოფილია, რომ სახარება არის ქრისტეს ცხოვრება. მაგრამ სახარება შეძახის პავლე იმ სწავლებას, რასაც ქრისტეზე ასწავლის, რაც ქრისტე მისცა. სახმხიარულო ამბავს ეძახის და უქადაგებდა, ასწავლიდა და აზიარებდა. და პავლე როცა არ იყო, ხდებოდა ისე რომ ღარიბები და დიდრები გაიყვნენ და იქ კარგი სუფრების გაშლა დაიწყეს და кайფი. ხო და მაგას დასაჯელად ეზიარებით პავლე უნება. ამიტომ ხდებაო თქვენ შორისო ბევრიო ახალგაზრდობაში. რომ მე აქ განიკითხოთო რადგან ეს სიკვდილია განკითხვა არისო ღმერთისო. მაინც ღმერთის ახარ. მაინც ღმერთის ხარ და აქ განგიკითხავ ღმერთმაო. აქ დაგსაჯაო. რომ იქ წარმართებთან ერთად არ დაგსაჯოსო. ანუ რაღაც ისეთი რთული და ისეთი მომენტია, მაგრამ აქ დაგსაჯაო, რომ იქ არ დაგსაჯოსო და დასაჯელად ეზიარებით. დასაჯელად ეზიარება ყველა, ვინც არ გამოიკვლევს ქრისტეს, ვინც არ ეცდება ქრისტეს ცხოვრებით იცხოვროს და ვინც პირობას არ მიცემს. უფალო, დიახ, ისე ვიცხოვრებ როგორც შენ მითხარი. ჯერ ვარ ყვევ, ასე თქვა ქრისტე, ასე თქვა ქრისტემ, ასე. ესე იგი ასე ვაკეთებ. და იქ სისუსტეებს ხედავ, ის უკვე სისუსტეა. მაგრამ როცა არას ამბობ, ის სისუსტე არ არის, წინააღმდეგობა. და თუ ეწინააღმდეგები არ უნდა ეზიარო. რადგან ზიარების შინაარზე ამდენი საუბრად, მის მნიშვნელობაზე უშუალოდ მორწმუნე ადამიანისთვის კიდევ უფრო მეტი რო გითხრათ, ანუ რატომ აქვს მნიშვნელობა მისთვის სისტემატურ გამომჩა მაგის თქვა მიდოდა და სხვაგან გადავედი. საინტერესო არის. და კარგია რა შემეკითხე ეგა. მოკლედ აი ჩვენ ზიარებიდან ზიარებამდე ვემზადებით სამწუხაროდ ლოცვების კითხვით. თუ ლოცვა წაკითხული გაქვს ზიარების, ესე იგი მომზადებული ხარ. ხო, ნუ რუტინის ნაწილია გაგებით და ითვლება რომ აი თუ ზიარების ჯერ აღსარების წინ სათქმელი ლოცვები, შემდეგ ზიარების წინ სათქმელი ლოცვები, ეს არის ზიარებისთვის მოსამზადებელი რუტინის ნაწილი. და მზად ხარ. ესე იგი თუ შენ წაიკითხე ზიარების წინ, მაგრამ იქ Facebook-ზე რა დაწერე, ვინ გალანძღე, ვინ აქე, ვისი მონახარ, ვისი ისახარ, როგორ ახარ, ეს არ არის შენი ცხოვრება. ეს შენი ქრისტიანის ცხოვრება გახდა აი ზიარების წინ ლოცვების წაკითხვა. ეხლა სიმონ ღვთისმეტყველი ამბობს ძალიან საინტერესო არის ეს. როცა ამბობო დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. აი ამას რო ლოცულობო, თუ არ გამოიძიეო, რა არისო დიდება ღვთისა? დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ხო? აი რა არის, როგორ უნდა იდიდოსო ღმერთიო? როგორ შეგიძლიაო შენ ღმერთია დიდო? ქვეყანასა ზედა მშვიდობა როგორ უნდა იყოს? რა არისო მშვიდობა? ქრისტიანული. რა უნდა დაგამშვიდოსო? ან როგორ უნდა იცხოვრო მშვიდობით? რა გითხრაო ღმერთმა მშვიდობაზე? და ქრისტემ თქვა მშვიდობის მოსატანად არ მოსულვარ. მაშინ რას ნიშნავს ეს? მახვილის მოსატანად მოვედი, გეუბნება. რას ნიშნავს ეს უფალო, მახვილის მოსატანად მოხვედი, მშვიდობის მოსატანად? მე გაძლევ თქვენ მშვიდობას, მაგრამ არა ისეც როგორცაც სოფელი გაძლევთ. ეს იგივეა ახლა დღეს რო თქვა მშვიდობა არ არის ის, რასაც ოცნება გვაძლევს. რასაც ოცნება მშვიდობას ეძახის, ის არ არის მშვიდობა. ანუ თუ არ გამოიძიე, ისე ზიარება არ შეიძლება. ეს ლოცვის წაკითხვა არა, ის ლოცვაში იქ იმდენი რაღაცები წერია. ფსალმუნებიდან იქიდან ის უნდა იცოდე, ის უნდა გამოიძიო, თუ ლოცულობ შინაარსობრივად და აკეთებ მას, მაშინ ხო. მაშინ ის ლოცვა
ხდება შენი. მაგრამ უბრალოდ რო წაიკითხე ეს შენ. მაგრამ შინარსი კი არა ჟღერადობის გამო. მაშინ ზიარება დასაჯელია. და რისთვის ჭირდება? აი ეს არის განსამტკიცებლად ხორცისა. განსამტკიცებლად ხორცისა არ ნიშნავს ხორცის განსაკურნებლად. ზოგიერთი ამბობს ამას, რაც სულისა. ხო, საკურნებლად, მისატევებლად ცოდვათ არის. ეს ჩვენ ვამბობთ ღდელი, როცა ვაძლევთ, საკურნებლად სულისა და ხორცის. ეს ჩვენი სურვილია. რომ ის ადამიანი სულიერად და ხორციელად განიკურნოს. თუმცა ეს იქ არ წერია, იქ არის მისატევებლად ცოდვათა. არის რაც, რო თქვი რომ გამოვიძიე და უძლურება აღმოვაჩინეთ, აი იმას გვივსებს, იმაში გვაძლიერებს, ძალას გვაძლევს. ღმერთი შემოდის და ძალას გვაძლევს ფიზიკური, მას კი არა რომ გირები ავწიოთ. ფიზიკური, ხორციელი ქრისტიანული ცხოვრების. ღმერთის წინაშე დგომის, ამიტომ ხშირად ეზიარებოდნენ. ეხლა ძალას რა გვაძლევს? ზიარებამდე ჩვენ ხო ვთქვით, რომ უნდა შეიცნო ღმერთი. უნდა გაარკვიო. აი მაგალითად გავარკვიე 2-3 დღე. ვკითხულობ, ვარკვევ ქრისტეს. ვეზიარები. ხო? ეს გარკვევაც ხო შემეწია. ზიარებამ გამაძლიერა რომ ვიცხოვრო ისე რომ ვარკვევდე და ქრისტიანულად ცხოვრობდე. ანუ ქრისტიანული ცხოვრების ძალას გაძლევს. იმიტომ რომ ჩვენ ცხოვრობთ ამ ქვეყნად და ეს ქვეყანა არის უდაბნო. ეს ქვეყანა არ არის ხმამ ღაღადებელი უდაბნოსაშინა. დღესაც უდაბნოა ეს ქვეყანა. დღესაც უდაბურია ეს ქვეყანა, რაც იოანეს დროს იყო ხმამ ღაღადებელი უდაბნოსაშინა, შეიძლება ის ვარ დღეს მეც, რომ უდაბნო არის ეს და ამიტომ როდესაც ჩვენ ამ ყველაფერს შევიმეცნებთ და ვეზიარებით, აი ზიარება გვამტკიცებს, რომ ამ უდაბნოში, ამ რთულ პირობებში, ქრისტიანისთვის რთულ პირობებში შევძლოთ ქრისტიანული ცხოვრება. და არ მოგხიბლოს მიწიერმა სიდიადეებმა. და ქრისტეს სანაცვლოდ 30 ვერცხლის სანაცვლოდ არ გავყიდოთ ქრისტეს სამართალი. ესო შევძლოთ. რომ არ გვინდოდეს ის ვერცხლი, რომელიც სიმართლეს გვაკარგინებს. არ გვინდოდეს ის დიდება, თანამდებობა, არ გვინდოდეს ის თანამდებობა კი არა რომ არ გვინდოდეს, არამედ თუ თანამდებობა გეძლება ამის ხარჯზე არა. სიმართლის დათმობის ხარჯზე არა. ქრისტეს სიმართლის დათმობის, ქრისტეს მსახურების დათმობის ხარჯზე. აი ამაში გვაძლიერებს ზიარება. რომ ჩვენ მუდმივად გამოვიძიებდეთ და ვეზიარებდეთ ნიშნავს რომ სულით და ხორციელი საქმეებით ვემსახურებოდეთ ღმერთს. აი მე ადრეს ვთქვი და ახლაც ვიტყვი რომ ხორცს ცოდვა არ გააჩნია. აი ჩვენ ხო ვამბობთ ხორციელი ცოდვა ჩავიდინე ან ჩაიდინა ვიღაცამ ხორციელი ცოდვა. ამას ხორცი კი არ იდენს. სული იდენს ხორცის მეშვეობით. თორე ხორცს გააჩნია ბუნება, მაგრამ არა ნება. ნება სულის არის. და რამდენი რამეა რაც შეიძლება ხორცს ასე ამომნებდეს, მას სული ეუბნება, არ გამოშტერდი. და ხორცი ემორჩილება თავის ადგილას. აი ეს ხორცი რო დაიმორჩილოს სულმა ქრისტეს საქმეში, ამისთვის გინდა ზიარება. ქრისტეს საქმეში მოყვეს ხორცი, ჩვენი სხეულებრივი მოქმედებები და ვაკეთებდეთ მხოლოდ იმას, რაც ქრისტემ გვიბრძანა. ამისთვის არის ზიარება, რომელიც არის ქრისტეს სისხლი და ხორცი, მაგრამ საიდუმლოდ ღმერთს შეერთებული ქრისტეს სისხლი და ხორცი. და ჩვენი საუბრის დასასრულს კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ იმას, რითიც დავიწყეთ. რწმენაში სიმყარეს და ასე თანმიმდევრულობას, გარკვეული გაგებით ყოველი ზიარებისთვის სურლის უწყვეტ წვრთნას, ზოგიერთი ადამიანისთვის მართლაც შეიძლება ჭირდებოდეს და კონდეს მოლოდინი რაღაცა ფორმით მტკიცებულებების ხილვის. და არის ასეთი მოსაზრებაც, რომ ვინც თავის სულიერ ცხოვრებაში უფრო მაღალ საფეხურებზე არის ასული იმას ზუსტადაც, რომ შეიძლება საერთოდაც არ ჭირდებოდეს ეს სასწაულები,
მაგრამ მახსენოთ ეს სიტყვა უბრალო ადამიანისთვის, თუმცა შინაარსში ვერას გულისხმობს, ეს შეიძლება კიდევ ცალკე სადავო გასაშლელი თემა იყოს. აი უბრალო ადამიანისთვის სასწაული მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ის კიდევ უფრო მეტად გამყარდეს რწმენაში და ეს მას დაეხმარება, რომ მოიქცეს უსტად ისე, როგორც ქრისტეს სწავლებაში არის. არის ეს არგუმენტი გარკვეული გაგებით, რომ აი შეიძლება მაინც ობიექტური იყოს მოლოდინი და სასურველი რაღაცა სასწაულებში გამოხატული, ან თუნდაც აი მედიის საშუალებებით ყურადღების გამახვილების გარდა იმისა, რომ ეს ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს, შეიძლება მას ჰქონდეს რაღაცა პოზიტიური გავლენაც, რომ აი ვიღაცა ამით იჯერებს. ამით ღრმავდება და მტკიცდება თავის რწმენაში უფრო და მერე უფრო მყარად იქცევა ისე, როგორც ქრისტეს სწავლება მას მოითხოვს. ახლა ცოტა ისეთ ცოტა უცნაურ ტერმინს ვიხმარ, მაგრამ მოკლედ უფლის არსებობის პიარული მტკიცებულებები. ხო. რამდენად საფუძვლიანი არის და შეიძლება გამართლებას ემსახურებოდეს. ვიღაცას მართლა შეიძლება ეს გამოადგეს, მაგრამ ამით მივიდეს ტაძარში, მაგრამ მაინც შეიძლება არ აღმოჩნდეს ტაძრის, ანუ ქრისტეს მრევლი. რაღაცა შეიძლება რაღაცა სარგებლისკენ წააყვანინოს ღმერთმა ყოველი უკუ რაღაცა მაგალითად მე ხშირად მithქვამს რომ თუ ვინმე იძახის რომ ბოროტი ძალა ნახა ვეუბნები გამოიყენე ესე იგი ბოროტი ძალა ხო უხილავი ნახე მეთქი ხო კიო აი უხილავი რომელიც სხვა ვერ ხედავს ის ნახა მან ხო და ესე იგი ის უხილავი რომელსაც ჩვენ ვამბობთ რომ ეშმაკს ვარქმევთ ხო უხილავი ბნელი ძალა რო ნახე ემან ხო უნდა დაგარწმუნოს რომ ის ნათელი ძალა არსებობს ანუ ის რასაც სხვა ვერ ხედავს ერთი თუ დაინახე ცუდი ესე იგი ის კარგი არსებობს ის არ გინახია მაგრამ ახლა ეცადე რომ ის დაინახო ხო აქეთ მიუბრუნებ ხოლმე როგორც წვდელი და აი როგორ რაღაცას ვიტყვი ახლა იცი ცოტა დასაფიქრებელ რაღაცას ვიტყვი რომელიც ის არის ვინც ქრისტე ირწმუნა ემის გამო რომ ლაზარე აღადგინა ის უფრო ნაკლები მორწმუნეა ვინც ჩემგან ირწმუნებს ქრისტეს აი დღეს ჩემგან რომელსაც არავითარი ძალა არ გამოჩნია მაგრამ იტყვის რომ დაინახავს რომ ჩემში ქრისტეს საუბრობს და მე ქრისტეთი რასაც ვამბობ ქრისტესია ნუ შეამოწმებს გადაამოწმებს ისა და დაინახავს და ირწმუნებს ღმერთს და რატომ როცა ძალმოსილების გარეგნული ძალმოსილების გამო ირწმუნებ შენი რწმენა არის ბევრად მიწიერი და შენი დამსახურება მაშ ნაკლებია ხო და როდესაც აი ამიტომ არის ყველაზე დიდი რწმენა მაშინ არის ყველაზე დიდი როცა ჯვარცმულში ხედავ ღმერთს თორე პეტრემ ლაზარეს ამღინელში პეტრემ დაინახა რა თქმა უნდა ღმერთი და რას ამბობ ლაზარეს ამღდენენ ქრისტეში ღმერთი დაინახა როგორ არ უნდა დაინახო იმაში ღმერთი ვინც ზღვას აჩერებს მაგრამ ჯვარცმულში ვერ დაინახა გესმით ამიტომ აი როცა მოციქულები რაღაც აი პეტრე რო სასწაულებს ახდენდა და მისი ჩრდილი კურნავდა ხალხს ის ხალხი მე სახარებაში არ ჩანს ისიც ვინც ავამტყოფი იყო და აღადგინა და პეტრესთან ერთად დარბოდა ინვალიდი რო იყო მე არ ჩანს სახარებაში ხეიბარი ხო ბოდიში ხო და სად დაიკარგნენ გესმის ამიტომ აი დღეს მაგალითად აი დღეს მე დღევანდელ დღეს ჩავრთავ საპროტესტო იმაზე დავდივარ ჯვარ ახსნილი ეკლესიიდან განდევნილი ეკლესიისგან კეთროვანი და ვიღაცა იძახის მართალი ხარ შენ ის არ არის მართალი აი ის უფრო მორწმუნეა იმიტომ რომ დიდებაში კი არ ხედავს ფორმებში კი არ ხედავს ქრისტეს სიტყვაში ხედავს და ქმედებაში პედევაში ამ სიტყვას ანუ სიტყვას რო ართმობ
რაღაც სიმართლეს რო არ თმობ, რაღაცა დიდებაში რო არ ცვლი, ანუ წინათ რო თქვი 30 ვერცხლში რო არ ცვლი. აი ამის დანახვა უფრო დიდი საოცრება და სასწაულია. ეს არის რა 64-ის კარებს ხსნის. ანუ სანამ აი ქრისტე ხო საოცრებას ეუბნება ავაზაკს. დღეს ჩემთან იქნებიო, დღეს. და რატო იცით აი რა საოცრება იყო ჯვარცმულში ღმერთის დანახვა. ჯვარცმულში, ანუ ჯვარცმული რას ნიშნავს? დამნაშავედ შერაცხული. დამნაშავედ, ანუ ავაზაკთა შორის შეირაცხა. და ამან იცის ის მეორეც ავაზაკია. ამ ავაზაკმა, რომელმაც ქრისტე აღი, ის მეორეც ავაზაკი საიდან იცის ის რო არ არის ავაზაკი? იქ ორივე ავაზაკი კიდია და მესამე დაკიდეს. ქრისტე, არავის არ არის ავაზაკი. ეს ღმერთიაო, ეს მართალიაო, ეს მართალი კაციაო. დააკვირდი აი ყველა იძახეს, აფურთხებს. ყველა დამნაშავეა, ღვთაებრივი დგანან. იმხელა ღვთაებრივი დგანან, იმხელა ისინი დგანან იქ ხო და აფურთხებენ. აბა თუ ისახარ და სხვას იხსნიდი და შენი თავი იხსენი ხო? ხო და ამას ავაზაკი ხო ხედავს ეს ავაზაკი. ხო და ეს კაცი მართალიაო. დღეს ჩემთან იქნები, ანუ ამ ჯვარცმულში ღმერთის დანახვა, ან დამცირებულში ვიღაც ვისგან თან მთელი ეკლესიისგან განდევნილია და ჯვარცმულია და შეფურთხებულია და ისინი ხო ასე თუ ისე პატივით სარგებლობდნენ ხო ხალხისგან შენი არის ავტორიტეტები იყვნენ ხო აი ეს ავტორიტეტი დაიმსხვრა ამ ავაზაკისთვის და ის მეორე ავაზაკი ეს ამ ავაზაკში კიდე რა მომწონს აი ჩემი შინაგანი იმით ის მეორე ევედრება ქრისტეს ეუბნება რომ თუ ღმერთი ხარო ამა ხო თქვა რომ ეს მართალი კაცია ნუ ღმერთიაო ხო თუ ღმერთი ხარო თუ მესია ხარო შენი თავიც იხსენიო და მეც მიხსენიო და ეს არ ევედრება რომ მე დამტოვეო ცოცხალი ამ ქვეყნად და რატო იცი ძალიან საინტერესო რა იქ ხო ხედავს ესენი ვინ არიან ისედაც ხო იცის რა ვისთან ცხოვრობდა ეს ფარისევლები ეს ისინი ამათან არ უნდა ამათან დარჩენა არ უნდა წამიყვანეო შენთან და იმას ამათან უნდა ვინც ჯვარც აცვა იმათან უნდა ცხოვრება მაინც ცხოვრება ოღონდ კი იცხოვრეს მაგათან ოღონდ ცოცხალი იყოს და ამას არ უნდა არ მინდაო შენთან წამიყვანეო და ამიტომ შევიდა პირველი აბრაამზე ადრე შევიდა მოსეზე ადრე შევიდა ავაზაკი რომელიც ქრისტესთან ერთად ჯვარცმული იყო ამიტომ ის სასწაულით მოსული სასწაულის მძებნელი არ არის დიდი მორწმუნე ამას ეუბნება თომას სხვათა შორის შენ მიხილე და ერწმუნე მაგრამ შენზე უფრო ნეტარია შენზე უფრო დიდია ის ვისაც მე არ უხილი ვარ და მირწმუნებს ვისაც რაღაცა მიწიერით კი არ მიხილა წმენით მიხილა ამ გაგებით შეიძლება ითქვას რომ დღევანდელ თანამედროვე სამყაროში მორწმუნე ადამიანი რომელიც ამ შედეგს აღწევს გარკვეული გაგებით უფრო უპირატეს მდგომარეობაში არის ვინდრე ისინი რომლებმაც აი უამრავი სასწაულის შემსრეობის და მომსრეობის გამო გაიადვილეს ეს გზა გარკვეული გაგებით 1000%-ით აი კიდევ ერთ დავამატებ რომ როგორი რაღაც არის აი მოწამეები დგანან იმაზე წინ აი მოღვაწე მამებზე წინ მოსახსენებელშიც ესე არის მკვეთაში რომ ვიხსენიებთ იქ დამთავრების მერე ის არის მოწამეები ხო და იმდენად დიდია და რატო იცით რომ აი ღმერთი რომ გწამს იმიტომ რომ გიშველა ხორციელად ამაზე დიდია ღმერთი ისე გწამს რომ ხორცმობ ახლა რომელი ჯობია იმიტომ გწამს რომ ხორციელად გიშველა და კარგად გაცხოვრებს თუ ისე გწამს რომ მზად ახარ ხორცის სიცოცხლე დათვო შენთან მინდა ვეუბნები ხო ანუ აი ეს მომენტია პირიქით იმას კი არ ევედრები ამიტომ ამბობის ზიარებას ახლა ჩვენ კი ვამბობთ თორე ის მაგ ნათქვამი როგორი სამარცხვინოა ჯვარცმულს ეზიარებოდე და ამ ქვეყნად ცხოვრების დიდი სურვილი კონდეს ხო და
მიკურნება გინდოდეს და რაღაც ეს წმენის ნაკლებობა. თუმცა ღმერთმა ყველა განკურნოს, რა თქმა უნდა, მაგრამ ამისთვის არ არის ზიარება. ჯვარცმულს ეზიარები და მზად უნდა იყო ჯვარცმად. აი არის მოწამეობა. ჯვარცმად უნდა იყო მზად და ეს ჯვარი უნდა გეჭიროს. ყველაზე დიდი სამკაულო ქრისტიანისთვის არის ჯვარი. და ჯვარი სამკაულად კი არა. ჯვარი ცხოვრებით. რომ ჯვარზე მიდიხარ, ჯვარცმაზე მიდიხარ, ქრისტეს გულისთვის, სიმართლის გულისთვის, სვანაირად არ შეგიძლია. არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა ემოციურით ჩემი აზრით და დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ მსმენელი მაყურებელი რომელიც ძალიან ერთგულ საზოგადოებად ჩამოყალიბდა სათანადოდ შეაფასებს გამოთქმულ აზრებს ბევრი რამე თქვა დასაფიქრებელი მართლაც თქვენ თქვით რომ შეიძლება სადაუც კი იყოს მაგრამ ეს არის სწორედ მუდმივი ძიება მუდმივი აღმოჩენა და განახლება შენი ცოდნის რომელიც რწმენას უკავშირდება გადაცემათა ციკლი მამა დოროთეს ამბიონი გრძელდება დროების YouTube არხზე შესაბამისად კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ რომ მათვისაც ჯერ კიდევ არ გაქვთ გამოწერილი გამოიწეროთ ეს არხი გაეცანით სხვა გადაცემებს სხვა შინაარსის გადაცემებსაც და მოიწონეთ კონკრეტული გადაცემები რომელსაც უცხერთ უყურებთ უსმენთ გაუზიარეთ რაც შეიძლება ფართო წრეს ჩვენი საზოგადოებისა ეს ჩვენ ძალიან დაგვეხმარება მადლობა და შევხვდებით ერთმანეთს ზუსტად ერთ კვირაში